გარეთ ხმებია ეს ჩემ ბავშვები და ჩემ მეუღლე არიან გარეთ, თან ძაღლებიც ყრეფენ, მაგრამ იმედი მაქვს ეს ხმა არ შეგვიშლის. ამით მას არ ვიცი რა უყო. ესე ხო არ ავიწიოთ. ხო. ავიწიოთ. ნახეთ, არაფერი სანთლები ვიყიდე. ეს გატყდა რა თქმა უნდა. ეს არ არის ნატურალური, მაგრამ ცუდი სურნელი არ აქვს. თან როცა ვანთებ სანთლებს, რომლებიც არ არის ნატურალური, აზდის რაღაცა ბოლი შავი და არის ცუდი სუდი. აქ არ არის და ამიტომ ძალიან მომეწონა. ფერებიც არის ძალიან რაღაცნაირად განსაკუთრებული. ზოგადად აი ასეთ სანთლებს ვყიდულობ მე. ესენიც არ არის სუპერ იდეალური, ნატურალური, მაგრამ არა უშავს. დღეს მინდა დაგათვალიერებინოთ ჩემი წიგნები და მოგიყვეთ რა ინტერესები მაქვს ამ ბოლო 1 წლის, ანუ 8-9 თვის განმავლობაში. ყავაც დავლიოთ. ვიწყოთ. აი ასე ავიღებ აქედან, მე აქ ვიყიდი. პატარ-პატარა ორი პატარა ის არის. აგებული ერთი სტუდ. ატომური ჩვევები. უმაგრესი წიგნი, უკარგესი წიგნი, ყველას გირჩევთ. ქართულად მაქვს და მაქვს კიდე რუსულად. აქ რაღაცები ჩავდეუფე. ჯერ წავიკითხე რუსულ ენაზე, მერე მაჩუქა მეუღლემ ქართულ ენაზე. და იცით რატო მაინტერესებს უფრო ქართულად და რუსულად რომ ვკითხულობ, სიტყვების განსხვავებას ვხედავ, რაღაცებს ვინიშნავ, ამით ჩემს ქართულს უფრო ვაუმჯობესებ. მე ეს მჭირდება, ვინც არიცით, მე ვიცხოვრე რუსეთში და საქართველოში ვცხოვრობ მხოლოდ 6 წელი, მაგრამ რუსეთში მე დავამთავრე 7 კლასი ქართული სკოლა და ძალიან დამეხმარა ეს წერა-კითხვაც ჩვეულებრივად, მაგრამ როცა ვსაუბრობ, ვხვდები რომ სიტყვიერი მარაგი არ მყოფნის და მინდა გავაუმჯობესო და ძალიან მალე იმედი მაქვს ჩემს ვიდეოებშიც შეამჩნევთ ამას, რომ მე რაღაცა სიტყვების მარაგი უფრო მაქვს აი არ ვიცი სიტყვა. უფრო დიდი სიტყვიერი მარაგი მაქვს, ალბათ ეს არ ვიცი. ესენი მე ასევე მაინტერესებს ნუმეროლოგია, ასტროლოგია, მთვარის რაღაც ფაზები და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ჩემი პატარა შემოსავლის წყარო არის ნუმეროლოგია. ამიტომ ეს ორი წიგნი ვიყიდე ბიბლიუსში, სხვათა შორის ძალიან საინტერესო გამომცემლობა არის, მაგრამ არის ძალიან მარტივ ენაზე დაწერილი და ძალიან მარტივი რაღაცები წერია, ამიტომ თუ გინდათ ნუმეროლოგიის შესწავლა, ამით ვერ შეისწავლეთ. ეს არის რაღაცა საერთო ჯამში აღებული გათვლები და ასე შემდეგ. მაგრამ დამწყებისთვის კარგია. და ასტროლოგიაც მაინტერესებს, ესეც ვიყიდე ბიბლიუსში. ესეც კარგია. ამათ აქვს კიდე სიზმრები და რუნები. ეხლა რუნებთან მქონდა შეხება, მაგრამ რუნებთან უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ რუნები არის ძალიან ასეთი მაგარი და ძლიერი ინსტრუმენტი და ამიტომ რუნებით ვინც არ იცის კარგად, შეიძლება დაუშავოს თავის თავს რაღაცა და სხვასაც. და ამიტომ მე ასეთ თემებში არ მაინტერესებს, მაგრამ არ მინდა. ეს ორი წიგნი. ასევე მაქვს ნუმეროლოგიაში ესეთი დიდი, აი ამ ქალბატონის გამომცემლობის წიგნია, ნუმეროლოგია. აქ წერია ეს ბავშვებს ქონდა
აქ წერია ძალიან ბევრი საინტერესო, ძალიან ბევრი კარგი რამ. აი ასე. სათხროს კარმა ეს წიგნი, უნდა იყოს ყოველთვის მაგიდაზე და რაღაცა თუ ცხოვრებისეული რაღაცა მომენტი გაქვს რთული, გადაშლი და ერთ წამში იპოვი პასუხს. არ ვიცი, უმაგრესი წიგნია, ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს. ეს წიგნები სხვათა შორის შევიძინე და ბევრიც კიდე შევიძინე Wildberries-ი არის ერთი ინტერნეტ მაღაზია და იქ სხვათა შორის საქართველოშიც იხსნება და მე დიდი ხანია თანამშრომლობ ამ თანამშრომლობ რა ვიწერ იქიდან ბევრ რაღაც ნივთებს. ეს არის ულამაზესი წიგნი დაინაი მაგიარეს ტენი. ესე იგი შარშან და საერთოდ მე ყოველთვის მქონდა ბუნებასთან შეხება. პატარა რო ვიყავი 7 წლამდე ვიზრდებოდი სოფელში. ბუნებასთან შეხება მქონდა 100%-იანი. შემდეგ როცა ქალაქში გადავიდი საცხოვრებლად პირველ კლასში რომ მივედი უკვე ბებოსთან ხო, ქალაქ ვადიკავკაზში, მე ცხოვრობდი კერძო სახლში. და იქაც მქონდა სულ ბუნებასთან შეხება, მცენარეებთან შეხება და ეს ძალიან ძალიან მახარებს და მე არ ვარ კორპუსში მცხოვრები, როგორ გითხრათ, ადამიანი. მე კორპუსში შეიძლება რამოდენიმე ხანი დავრჩე, ვიცხოვრო კიდევაც რამოდენიმე ხანი, მაგრამ მე უნდა ვიდგე მიწაზე, ასე ვთქვათ, უნდა მქონდეს შეხება ხეებთან, აი მცენარეებთან, ჩემი ავოკადო მიდგას. და ამიტომ მე შარშან ძალიან დამაინტერესა მცენარეების თემა. თბილისში ვიპოვე ერთი აფთიაქი, სადაც იყიდება მცენარეები, ყველანაირი მცენარეების ეს ხმელი, ხო? რომელსაც ახმობენ და იყენებენ მედიცინაში, ასევე თმისთვის, კანისთვის. ძალიან დამაინტერესა ამ თემამ, ამიტომ თან აქაც რომ ცხოვრობ, აქ იმდენი ყოფილა საინტერესო ბალახი, ყვავილი, რომელიც მე არ ვიცოდი და ერთი სული მაგ გაზაფხული როდის მოვა, რომ ეს ყველაფერი დავათვალიერო და თქვენს გაგიზიარებთ, ძალიან არის საინტერესო, ძალიან ბევრ რაღაც საინტერესო მომენტებს იპოვეთ თქვენთვის 100%-ით ვიცი. და ამიტომ გამოიწერა აი ესეთი ულამაზესი წიგნი. ყველა მცენარეზე წერია და ნახეთ როგორი ფურცლებია. არის რუსულ ენაზე, ქართულ ენაზეც მინდა რამე, მაგრამ არ ვიცი ჯერ არ მინახავს. თუ ვინმე მიცით, დამაკვალიანეთ ყველა მცენარეზე და ყველა ბალახზე წერია. ეს ჟოლოზე წერია. შიპოვნიკ, არ ვიცი რა ქვია. ესკალა, არ ვიცი. აი, ძალიან ლამაზი წიგნია. უბრალოდ ესთეტიკურად ლამაზია, ნახეთ ეს როგორ აქვს გაფორმებული. ძალიან ლამაზია. აი ამ წიგნზე ვგიშდები. ესეც იქიდან მაქვს გამოწერილი. კიდე ერთი წიგნი არის Большая колдовская книга Асили Травка, мне стихи ароматов, მაგრამ აქ ესე წერია колдовская, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, უბრალოდ წერია რა, რისთვის რა მცენარეს იყენებენ, რისთვის რა მცენარეს იყენებდნენ ჩვენი წინაპრები დაუშვათ რაღაცა დაავადება რო არის და რომ უმკურნალოს. ამიტომ წერია მაგიჩისკი, თორე არაფერი მაგიური აქ არ არის. ძალიან საინტერესო აქ ასევე არის ბალახი, ქვები, ხეები. არ ვიცი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ წიგნებით. თან ლამაზია, გარეგნულად ძალიან მომწონს. კიდე ერთი წიგნია, აი ასეც ქვია. Green Witchcraft, მაგრამ აქაც წერია თითქოს მაგია, цветов, деревьев და ასე შემდეგ. აქ არის ნახეთ თქვენ და ბუნებასთან კავშირი, ადამიანის და ბუნებას შორის კავშირი. რა დღესასწაულები აღინიშნებოდა ადრე, საერთოდ ქვეყანაში, მსოფლიოში, ქვეყანაში მეთქი. რაღაც ეს საინტერესო დღესასწაულები, ყველა ნახეთ, ახლა ვიგაჩვენებთ.
ეხლა მე მთვარე, მზე და ვარსკვლავები როგორ მოქმედებენ მცენარეების გაზრდაზე და ასე შემდეგ. ესეც არის ძალიან საინტერესო წიგნი. ცოტა მაქვს წაკითხული ყველა წიგნი, მაგრამ მაქვს კიდე რა თქმა უნდა წასაკითხი. და მაქვს კიდე გამოსაწერი, არ ვიცი, მე მგონი ჯერ ამათ წავიკითხავ და მე გამოვიწერ სხვას, იმიტომ რომ ეს უნდა დავამთავრო, რომ იგივე აღარ გამოვიწერო. შემდეგი წიგნი, ეს წიგნი არის ძალიან რთული წასაკითხი, მეგობრებო, ურთულესად წასაკითხი. რო აგიხსნათ, მე მაქვს წაკითხული ალბათ ნახევარი. Женский архетип в мифах и сказаниях. არ ვიცი, აქვს თარგმანი თუ არა ქართულ ენაზე, მაგრამ სხვათა შორის არ მინახავს აქ. მაგრამ არის ძალიან საინტერესო და იცით როგორ როცა იკითხავთ რამოდენიმე ფურცელს მე აუცილებლად უნდა გაანალიზოთ, თორე შემდეგს ვეღარ გაიგებთ და ეს გაანალიზება რო ხდება, იმდენ რაღაცას თქვენთვის ხვდებით, რომ მე გავგიშდი მართლა გეუბნებით, ჯერჯერობით ასე მაქვს კითხული თან ყველას ვისაც ვიცნობ, ისე კითხულობენ, რომ რაღაცა პაუზა უნდა გააკეთონ, ესე იგი ცოტა წაიკითხეს, უნდა გაჩერდნენ, იმიტომ რომ ძალიან რთული, როგორ გითხრათ, გასაგები კი არა, რთული ასახსნელია შენი ტვინისთვის ეს ყველაფერი, უნდა გაანალიზო ძალიან ბევრი, მაგრამ არის უმაგრესი წიგნი, ძალიან ბევრი რაღაცას გაიგებს ადამიანი ამ წიგნის მეშვეობით და ვინც რუსული იცით ან ინგლისური, ძალიან კარგი იქნება, რომ წაიკითხავთ, ძალიან გირჩევთ, აი ამ წიგნს 100%-ით ჩემგან არის რეკომენდაცია. ესე. შემდეგ იკიგაი. იკიგაი, ეს არ არის ჩემი, ეს არის ჩემ მამიდაშვილის, ჰქონდა და ძალიან კარგი წიგნია და წაიკითხეო, ასევე ამ წიგნს ძალიან აქებდა ლიკუნა, გამარჯობა ლიკა, თუ მიყურებ, ლიკა მეგრელი და მომინდა წამეკითხა იქნება და მეც მომეწონება და მგონი რომ მომეწონება. ჯერ არ წამეკითხავს, არც გადამიშლია და თუ მომეწონება ვიყიდი ჩემთვის. შემდეგი, ეს არის უძველესი წიგნი, Дейл Карнеги, как оказывать влияние на людей, как выработать в себе уверенность, как перестать беспокоиться и начать жить. ეს არის ძველი წიგნი ძალიან, ეს ვიპოვე აქ 97 წლის წიგნია, მე ვიყავი 7 წლის ეს წიგნი რომ გამოსცა, ეს წიგნი რომ გამოვიდა და ეგ მაგიდაზე დადებს, თათმანები. რასაკვირველები არის? გირჩევთ წეკითხეთ, ეს აკვირდე 20 ლარად ვიღაცა გოგონა ყიდიდა. ეს ჩემი შვილის წიგნია, ენი მწვანე მეზონინიდან. ცოტა კარგია მოეწონა, ტრატუარი არ ვიცი. შემდეგი წიგნი არის ნახეთ რა ვიპოვე. ოპ. ფოტოსთვის. ეს წიგნი არის და ვინჩის კოდი, ეს არის ჩემი მეუღლის, ეს რატო აქვს ბიბლიის საროთი. უბრალოდ და ეს ვინჩის კოდი. არ წამიკითხავს, ცოტა არ მიყვარს ეს წიგნები, არ ვიცი, ჯერჯერობით. ეს ბედუინია, ბედუინი არ ვიცი, მგონი. მგონი არ არსებობს ადამიანი, ვისაც ბედუინი არ წაუკითხავს. რა? ბედუინი.
ბედუინის ავტორს სხვათა შორის მე ვეკონტაქტე Facebook-ზე. იმიტომ რომ ჭირდებოდა წიგნის აუდიო ვერსია და ჭირდებოდა, რადგან არ მქონდა დრო აი ასე წასაკითხად. მაგრამ მე იმასაც მოვსმინა და წავიკითხე კიდევაც და ძალიან გახარებული ვარ. ძალიან კარგი ხალბატონი აღმოჩნდა. შემდეგი ეს არის ვეფხისტყაოსანი, რომელიც ჩვენ გვაჩვენეს, როცა დავქორწინდით. ესეთი ლამაზი, ალბათ ბევრს აქვს ასეთი. ძალიან ლამაზია, მომწონს. მას ილუსტრაციები აქვს. რაღაც ესეთი სამახსოვროდ ლამაზი წიგნია. უბრალოდ როდევს თაროზე ლამაზია. ამ კადრებს ვაკეთებ ფოტოებისთვის. შემდეგი რახანმე გადავწყვეტე გამომჭობესო ჩემი ქართული. ой, ეს დავაბრუნოთ უკან. იცით სად დავაბრუნოთ ეს? დავაბრუნოთ კი არ ჩავდოთ. ამ წიგნში ჩავდოთ. იმას მოუხდება წელი. აი ეს. მე მაქვს ისეთი რაღაც ჩაფიქრება, ჩანაფიქრი, ძალიან საინტერესო გაგიზიარებთ. კიდე გაცილებული ვარ. რახანმე გადავწყვეტე ქართული ენის გაუმჯობესება და გადავწყვეტე უფრო მეტის კითხვა. შევიძინე ბევრი აი ასეთი პატარა წიგნები ბიბლიოში. აქ არის ჯეკ ლონდონი. სულ რაღაც 60-70 გვერდია და ძალიან მალე წავიკითხა და სიტყვები მარაგი უფრო შემევსება. ჯეკ ლონდონი, პროსპერ მერივე, მიხეილ ჯავახიშვილი, კლდიაშვილი, სტივენ კინგი უკვე წავიკითხე ორები, ალექსანდრე ყაზბეგი, ფიცჯერალდი, აკუტაგავა, კონან დოილი, ოსკარ ვაილდი, უილსი, დიკენსი, ემანუელ შმიტი, ჩეხოვიც კიდე მეგობრებო, კაფკა და ფიცჯერალდი კიდე ერთი წიგნი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი მეთოდი დამეხმარება და ძალიან გახარებული ვიქნები, როცა უკვე აი ასე არ ვიფიქრებ რა ვთქვა და რომელი სიტყვა გამოვიყენო. ამისთვის ნახეთ რა ვიყიდე. ასეთი რვეული ვიყიდე, რომ ჩავიწერო ხოლმე რაღაცა ქართული სიტყვები, რაც არ ვიცი. მე თვითონ საკანცელერო ნივთების გიჟი ვარ. კიდე მაქვს ასეთი წიგნი. მე დავდიოდი ხატვაზე 4 წელი და ეს მაჩუქეს. აქ არის, ახლა იყენებს ხოლმე ჩემი შვილი. ძალიან საინტერესო, როგორ დავხატოთ, საიდან დავიწყოთ, როგორ არის სწორი, როგორ გავაკეთოთ, ესეთ ნახეთ ეს ადამიანი როგორ დავხატოთ. აი ყველაფერი წერია, ძალიან კარგია, ძალიან საინტერესოა. აი ცოტა არის ასეთი საინტერესო წიგნი. შემდეგი ეს როლებია, ესეც როულია. ეს ჩემი საკერო მანქანის ინსტრუქცია. ეს Forbes-ი, Women. ჟურნალი. ეს რვეული რატომ მოხდა აქ არ ვიცი, მაგრამ ეს რვეული არის კერვის. ნახეთ. როგორ აშევკეროთ. ეს მაჩუქა მომიდა ჩემმა, თვითონ დადიოდა კერვაზე და მე რო გაიგო მეც ვიწყე კერვას და ვიყიდე ყველაფერი და ვცდილობ რაღაცას შეკერვას და უკვე კერავ. გამომიგზავნა და მithქი შენ უფრო დაგჭირდებაო. ყველაფერი არის ძალიან კარგად დაწერილი, კარგად ახსნილი.
აი ესე. ასევე მაქვს მეტაფორიული კარტა ხო, კარტები. ესეთები მაქვს. რესურსი ვსილიანე. ესე იგი, იღებ კარტას და გეუბნება რას მოელოდო დღეს დაუშვათ, რა შეიძლება მოხდეს დღეს დაუშვათ, ეს არ არის მაგიური და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს არის ის მომენტი, რომ შენ რაღაცა განწყობა შეგექმნა. სხვათა შორის ცუდი არაფერი არ არის ამაში, იმას გულისხმობ, რომ ცუდი რაღაც მომენტები არ წერია უბრალოდ საერთო რაღაც დღის მომენტები და შეიძლება პარალელიც გააკეთო და დაფიქრდე რაღაცაზე და ბევრი რაღაცა მისრულდება სხვათა შორის. ჩავდოთ აქ. ასევე მაქვს აი ასეთი ასოციატивные метафорические карты. Сила рода. ეს არის შენი როდ როგორ არის? შენი წინაპრები, შენი საგვარეულო ღმერთო, საგვარეულოზე არის. და ნახეთ რა ლამაზებია. ძალიან მომწონს. აი. როგორ გიცავს საგვარეულო. ამას მოყვება რა თქმა უნდა თავის ინსტრუქცია, როგორ მოქმედებს შენზე შენი საგვარეულო, როგორ მოქმედებს შენზე დედა, იმიტომ რომ დედას აქვს ყველაზე დიდი გავლენა ბავშვზე და ამიტომ დედებო უნდა ვაკონტროლოთ ენა, უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი მოქმედებები, ყველაფერი უნდა ვაკონტროლოთ. სხვათა შორის ბიჭი არის დედის ზემოქმედების ქვეშ მთელი თავის ცხოვრება. თუ გოგო არა, იმიტომ რომ გოგოს უფრო ენერგეტიკულად დაცული არის რაღაც სიტყვებისგან და ასე შემდეგ. ბიჭი არ არის ასე დაცული, ასე ხდება და არ არის ასე დაცული. ამიტომ ბიჭის დედებმა უფრო უნდა აკონტროლოთ ეს ყველაფერი. და მე ამის მჯერა, მე ეს ვიცი 100%. ასე მეგობრებო, ეს არის ასოციატивные метафорические карты. და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ამაში არაფერი ჯადოსნური და რაღაცა არ არის. ახლა რაღაცა შეიძლება იფიქროს და დამიწეროს, მაგრამ არა. მაქვს კიდე ტაროს კარტა. ტაროს ვიყენებ ხოლმე ნუმეროლოგიაში ძალიან იშვიათად რაღაცა განსაკუთრებულ გათვლაში. თან ცალკე მიდევს ყოველთვის. აი, ტაროს ისეთი ლამაზებია, მაქვს მხოლოდ აი ეს ერთი ტაროს კარტები. მეტი არ მაქვს, არ ვარ ფანატიკოსი ხო ტაროსი, ამიტომ რომ ჭირდება სამუშაოდ მაქვს. ეს არის ერთი და მორჩა სხვას აღარ შევიძენ. და ეს არ არის რაღაცა ისეთი იცით ზოგი რომ ამბობს რომ ტაროს კარტა არ უნდა სადღაც დატოვო, ბავშვს არ უნდა მისცე და რა ვიცი არ უნდა დაგივარდეს და ასე შემდეგ. არ არის ასე მეგობრებო, ეს არის მხოლოდ ინსტრუმენტი. და რა ხდება როცა შენ შლი ამ ტაროს, ხო, ეს ყველაფერი არის უკვე როგორ გითხრათ, რაღაც დაკავშირება და ამიტომ ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი აკავშირებს თქვენ კითხვას და სამყაროს. მორჩა. ეხლა ამას არ უნდა მოვექცე როგორც რა ვიცი, როგორც რაღაცა განსაკუთრებულს, არა. უბრალოდ ინსტრუმენტია. ქაღალდია. ასევე მაქვს აი ეს წიგნი, როცა ვსწავლობდი, ზნემინტე ტაროვი და აქ წერია რა და როგორ. ხო, აი ეს.
იმედი მაქვს, რომ ასეთი რუბრიკა მოგეწონათ ჩემს არხზე და მინდა რამოდენიმე კიდე გადავიღო წიგნებთან დაკავშირებით ვიდეო, ჩემი ბავშვობის წიგნების დაგათვალიერებინოთ, ყველაფერი გამომიგზავნა ბებომ და არის ძალიან იცით, თითქოს ჩემს ბავშვობაში ვხვდები და ძალიან მithმობს გულს. ეხლა მე უნდა წავიდე და ვალაგო სათამაშოები, იმიტომ რომ რაღაც სათამაშოები უნდა გავაჩუქო, ეტლი უნდა გავაჩუქო, რაღაცა უნდა გადავყარო. ვაკეთებ ასეთ საქმეს, თვეში რამოდენიმეჯერ რომ რაღაც ნივთებს ვყრი და ძალიან მშველის. კარგ დღეს გისურვებთ და იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ვიდეო. კარგად.